3 წლის წინ ჩემმა მეგობარმა ბიჭმა მაჩქა კამერა. მანამდე ძალიან მაინტერესებდა ფოტოგრაფია, რაღაც ნახულობდი ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ვუყურებდი კლასიკურ ფილმებს. რამაც ვთვლი, რომ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს განვითარებაზე და დავიწყე ფოტოების გადაღება. ვიღებდი ჩემთვის და ვტვირთავდი რაღაც საიტებზე, ფოტოგრაფიის საიტებზე, სადაც დადებითი ფიდბექი მოდიოდა. და 6 თვის შემდეგ მომივიდა ესეთი პროექტი იყო Around the World Urban Outfitters'ისგან, სადაც 15 ფოტოგრაფი, სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფი ვიღებდით მონაწილეობას, ვიღებდით სხვადასხვა ბრენდებს. და ამან მოახდინა რაღაც ძალიან დიდი ზეგავლენა ჩემზე. და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ რაღაც სერიოზულად მივყვე, იმიტომ რომ რეალურად მართლა აინტერესებს ხალხს, მართლა მოწონს, რადგან ამხელა პასუხისგებლობა დამეკისრა, რაღაც სერიოზულ ბრენდს გადავუღე სერიოზული კომპანიისთვის. და ამის შემდეგ სისტემატიურად ვიღებდი, გადავიღე იტალიური ბრენდისთვის. Il sent son parfum sur la corniche. Les lacets, le gravier dans l'air du soir. La Chrysler s'envole dans les fougères et les nénuphars. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ფოტოგრაფია ყოფილიყო ჩემი მთავარი საქმე. და რავი, დღითი დღე უფრო და უფრო იზრდება მომწონებელთა რაოდენობა, რაც ძალიან მიხარია და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ძირითადად ვიღებ ფირით და ვიღებ ყოველთვის, თითქმის ყოველთვის ფერაც. ეხა გადავწყვიტე, რომ რაღაც დონით გადავიდე ვიდეო არტზე, ძალიან მაინტერესებს. მაქვს მოწვევები ბარსელონიდან და პარიზიდან. არის ესეთი პარიზში ფოტოდღეები. ძალიან დიდი ფესტივალი არის და მიწვეული ვარ ფოტო ოფზე. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს გამომივა, იმიტომ რომ შარშან რაღაც პრობლემების გამო ვერ მოხერხდა ჩემი გასვლა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ ვიღაც აფასებს ჩემ ნამუშევარს, მოწონს, რაღაც სტატიას წერს ჩემს ნამუშევრებზე. და ალბათ ამ ხალხმა ზუსტად აი ამისგან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ გავყვე ფოტოგრაფიას.
ეხლა ვიღებ ერთ-ერთი ბრენდის Woodville and Burlesque-ის Spring Summer 2013-ის კოლექციას. შარშანს გადავიღე ამ ბრენდისთვის და ეხლა რაღაც სრულიად განსხვავებულ ამპულაში ვიღებ, ანუ უფრო ნაკლები არის ბუნება, უფრო შიგნით ვიღებ ინტერიერში. და რაღაც საინტერესო გამოდის. ცოტა მეშინოდა, იმიტომ რომ მე ძირითადად ბუნებაში ვიღებ ქალებს და შიგნით პირველად ვსადე მომწონს. კიდე ველოდები ჟურნალისტს, რომელიც ჩამოდის საფრანგეთიდან, ფრანგული გრაციის ჟურნალისტს და აკეთებს ეს სტატიას ჩემს აყვარელ 10 ადგილზე თბილისში. ეს იქნება კაფე, რაღაც ადგილი, აღარ არატურისტული ადგილი უნდა იყოს, ვინტაჟ შოპები და რაღაც საინტერესო იქნება. ასევე თანამშრომლობ რაღაც ჟურნალებთან, მაგალითად ერთ-ერთი არის ვიკენდერი, გერმანული ჟურნალი, რომლის ყდაც იქნება ჩემი ფოტო. Elle sortait le jour, je préfère la nuit. On se voyait le jour, du coup je m'ennuie. Elle sortait le jour, je préfère la nuit. On se voyait le jour, du coup je m'ennuie. Elle sortait le jour, je préfère la nuit. On se voyait le jour, du coup je m'ennuie. Elle sortait le jour, je préfère la nuit. On se voyait le jour. ანუ ამ ყველაფრის შემდეგ რაც ხედავ რომ ადამიანები ჩამოდიან რაღაც აკეთებენ შენზე სიუჟეტს წერენ შენზე სხვა გზა არ არის ანუ უნდა გაყვე აუცილებლად იმიტომ რომ რეალურად მართლა რაღაც აკეთებ ხარისხიანს ალბათ და ლამას რაც სიამოვნებთ სულ პირველად პირველი ფირი გადავიღე ისე ქუჩაში და ანუ გამოვიდა და ძალიან გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდი ფოკუსის დაყენება, არაფერი არ, შუქინო, არაფერი აბსოლუტურად და ძალიან გამიხარდა, რომ გამოვიდა. შემდეგ ერთ კვირაში დავდგი რაღაც ნუდი გადავიღე. და მაგასაც მოყვა გამოხმაურება, დღემდე რაღაც საიტებზე ხედავ ხოლმე ამ პირველ ფოტოსესიას და ძალიან მიკვირდა ცოტა მეცინება, იმიტომ რომ ეხანდელი გადმოსახედიდან ძალიან უხარისხო იყო. ანუ ამ დროთა განმავლობაში ფიქრობ, რომ დავიხვეწე, ბევრი რამე ვისწავლე და ალბათ კიდე ბევრი მაკლია იმისთვის, რომ რაღაც იმ დონემდე მივიდე, რადგანაც მე თვითონ მომეწონება. ანუ ჯერ ისევ სწავლის პროცესში ვარ.
You gotta love me, you gotta